Შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, როგორც ჩვენთან საუბრისას ილიაუნის თანამშრომლები აცხადებენ, მამაკაცი დაახლოებით 1 საათის წინ მოვიდა უნივერსიტეტში, იკითხა მისი ყოფილი მეუღლე, მას შემდეგ როცა მან დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, შევიდა აუდიტორიაში, გარეთ გამოიყვანა მისი ყოფილი მეუღლე, მიაყენა მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა, მოგვიანებით კი მან თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გარდაიცვალა, ჯერჯერობით არ დასტურდება. ექიმები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე ოპერაცია ამ წუთებში. რაც შეეხება თავად შემთხვევას, მე გეტყვით თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომ კონფლიქტი წყვილს შორის დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ზუსტად თვენახევრის წინ ისინი გაცილდნენ ერთმანეთს და როგორც ჩვენთან საუბრისას ილიაუნის თანამშრომლები, ქალბატონის თანამშრომლები აცხადებენ, დაზარალებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც შეიცავდა მუქარას. ამის გამო ქალბატონმა არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დატოვა სპეციალური განცხადება პოლიციის განყოფილებაში, რათა მომხდარიყო მისი დაცვა, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ ილიაუნის თანამშრომლები, რომ გაძლიერებული დაცვა მას არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას თვენახევრის განმავლობაში ითხოვდა. ჩვენ ახლა თვითმხილველების და უნივერსიტეტის თანამშრომლების კომენტარებს გთავაზობთ. თანაც იყო შემოსული ჩვენს და იკითხა გვარი ლექტორის, ჩვენ არ იცოდა ლექტორმა და უცხო არ ვიცია და მე გამოვედით და გითხეს, რომ მოხდა მკვლელობა, რამდენიმე ტყვია დაახალა, არ ვიცით ზუსტად რამ და შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი. ჩემი ლექტორია ინგლისურის ლექტორი და არ ვიცი უბრალოდ. მე ახლა ხანს მოვედი და გავიგე, რომ მეუღლე მოკლა და მე თავიც მოიკლაო, მე ესე მითხრეს იმ კაცმა და არ ვიცი რამდენად მართალია. ვიღაც შემოვიდა და გითხა, რომ უნივერსიტეტში რაღაც საშინელება ხდება და რა თქმა უნდა სალექციო პროცესში შეწყდა და როგორც გავიგე, ჭორის დონეზე ლექტორი მოკლა ყოფილმა მეუღლემ. მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე რჩება ილიაუნის C კორპუსში, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ეს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია და იქ შესვლის ნებართვა არ ეძლევა ჟურნალისტებს, ასევე ილიაუნის თანამშრომლებს. რაც შეეხება დაშავებულს, ქალბატონს, როგორც გითხარით, ამ დროისთვის უტარდება ოპერაცია, ის გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ყელის არეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტი ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია რამოდენიმე წუთის წინ კლინიკაში. აღენიშნება ცეცხლსასროლი ჭრილობები, სახისა და თავის მიდამოში. კრიტიკულია მდგომარეობა ამჟამად.